ქრისტიანობა, ჩვენი რელიგიურობა ეკლესიაში, ჩვენი თეოლოგია და ყველაფერი ეს არის ცოცხალი, ღმერთი განკაცებული იესო ქრისტე. და თუ ჩვენ ვერ შევძლებთ ჯვარცმულ იესო ქრისტესგან გამოვლენილ აბსოლუტურ სიყვარულს, რომელსაც ის საკუთარ ამაღლებას ეძახის, კიდევ ვიმეორებ, ამაღლებას ის უწოდებს, არა სასწაული რომ მოახდინა ძალმოსილი, არასეცად რომ ამაღლდა და ასე შემდეგ, არა ყდარი რომ გააცოცხლა, არამედ თავის ჯვარცმას უწოდებს ამაღლებას, როგორც გამოვლინებას, განივთებას აბსოლუტური სიყვარულისა და გველოდება, დავინახავთ თუ ვერ დავინახავთ. და კაცობრიობა იყოფა ორ ნაწილად, ისინი ვინც ხედავენ ჯვარცმულ ყოვლის შემძლე ღმერთს და ისინი ვინც ვერ ხედავენ. და ვინც ვერ ხედავს იმიტომ რომ ქვეცნობიერად შეიძლება არც ფიქრობს რა ამას. არ უნდა რომ თავი მოუდრიკოს აბსოლუტურ სიყვარულს, რომელიც მას აბსოლუტურ თავისუფლებას ანიჭებს. ადამიანს ზოგადად იმდანად ტანჯავს პატივმოყვარეობა, იმდანად მონა ადამიანი თავის სიამაყისა და პატივმოყვარეობისა, მას არ შეუძლია თავი მოუდრიკოს ცოცხალ ღმერთს. ამიტომ მას ურჩევნია ინტელექტუალურად ეძებოს არა ვინ, არამედ რა ჭეშმარიტება და ამ ძიების პროცესში თვით დემონური პატივმოყვარეობა განიცადოს, ძალა მიიღოს ამ ერთგვარი ინტელექტუალური მაგიური რიტუალიდან და ყოვლის შემძლე ღმერთი გახდეს ღმერთის გარეშე და ასე დროს თითოეული ადამიანი და თითქმის მთელი კაცობრიობა ადამიანის დაცემას იმეორებს. ხოლო ჩვენ აქ იმიტომ ვართ, რომ მთელი ეს ისტორია კაცობრიობისა და სულიერი ისტორია, რომლის ერთგვარი სახეც არის ბიბლიური ისტორია, იმიტომ გვიდევს წინ, რომ იგივე შეცდომა, რაც ადამმა ჩაიდინა იქ სამოთხეში, იგივე შეცდომა ჩვენ არ დაუშვა. და ჩვენთვის არ გავანულოთ ის განსაცვიფრებელი ღვაწლი, რომელიც განკაცებულმა ღმერთმა ჩვენთვის მოიმოქმედა.